ბევრი წავიდა სოფლიდან ემიგრაციაში? ისე ჩემ ქუჩაზე რო გამოვდივარ, ხალხს ვეღარ ხედავ. კი, ბევრი წავიდა სხვათა შორის. კი. ქალები? ქალები ძირითადად. კი. როგორ მიიღო მაშინ სოფელმა შენ წასვლა? სულ პირველად რო წავედი, რა ვიცი, ვერ მიიღო კარგად. აი გიღირს, ზოგს უთქვიათ ეხლა რამდენს უთქვია რომ, ახლობელსაც რომ ანუ გიღირს ეხლა შვილების დატოვება და წასვლა სამუშაოდ. ხო, აი, მაგიტო გეკითხები, ეს საზოგადოების აზრი მოქმედებს თუ არა ემიგრანტზე? სიმართლე გითხრათ, ადრე მოქმედებდა და ეხლა აღარ მოქმედებს. საერთოდ არ მოქმედებს, იმიტომ რომ რო დაუფიქრდები ეხლა ის საზოგადოება რა, ეხლა მე მშველოდა, ხო ვერ მშველოდა ვერაფერში. უბრალოდ აი ესე სიტყვიერად გეუბნებიან, ნერვებს გიშლიან, სხვას არაფერს არ აკეთებენ. რა ვიცი, ეხლა დაუჯერებ რა, მოგეშველება გიშველის რამით არა. ხო, ანუ რეალურს ვერაფერს ვერ გთავაზობს, მაგრამ რაღაცა მორალური რაღაცების წინაშე გაყენებს. კი. ხო, ცოტა ხელს გიშლის პირიქით, ასე მგონია. იყო ეგრე. სხვათა შორის ისეთ ხალხს უთქვიათ, ეგრო თვითონ წავიდა მერე. კი, ემიგრაციაში, შემდეგ თვითონ წასულა. ხო, აი ამას. ხო და იყო ეგრის კი რა დაგეჯერებინათ, თქვა გაგეთვალისწინებინათ, ეს წნეხს რო გავლენა მოეხდინა და არა, სხვათა შორის მე რასაც დავისახავ, სხვის აზრს არ ვითვალისწინებ. ის ჩემი მიზანი უნდა გავაკეთო.